მოგესალმებით, მეგობრებო და გილოცავთ, ჩვენ უკვე 107 ვართ, ანუ 100 გადავწვდით, ეს ძალიან მაგარია. და დღეს ვისაუბრებ იმაზე, რაზეც დიდი ხანია მინდა საუბარი, ეს არის ამ ეკონომიკური ოროსნების ფასების კომისია და რატომ მომინდა ეხა რატო დავიწყე რა მაგაზე, რომ ძალიან სიგიჟე განცხადება დააწერინეს თუ ათქმევინეს, ფარსი არის ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაღაზიების ქსელებს, დიდებს ძალიან. ხო და დავთვალე, რომ მოდი ეხლა სწორი დროა იმისთვის, რომ ამაზე ვილაპარაკოთ. ხო და დავიწყებ რა. პირველ რიგში, მიუხედავად ისა, რომ ესენი არიან ოროსნები, ეკონომიკური, არ არიან პირველი ოროსნები ისტორიაში. და მათამდეც ყოფილან ოროსნები. და პირველი ოროსანი, ეკონომიკური ოროსანი, ვინც იყო ესეთი კაცი დიოკლეტიანე ძველ რომში და როცა ძალიან გაიქცა ინფლაცია და მაშინ რა თქმა უნდა ეს ეკონომიკური ცნობიერება არ იყო მაღალ დონეზე და აქედან გამომდინარე ამ ეკონომიკურ ურთიერთობას ვერ მართავდნენ კარგად. ხო და თქვა რომ რაღაც 1000 პროდუქციაზე მეტი არ გაიყიდება აღარსად. და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ გაჩნდა პროდუქცია დეფიციტი. ვაჭრებმა პროდუქტები გააქრეს დახლებიდან და შეიქმნა შავი ბაზარი, სადაც ფასები კიდევ უფრო მაღალი იყო და ანუ აქედან კერდაზიანები ვაჭრები, აქედან დაზიანდნენ ისე და ისე მოსახლეობა, რომელსაც ჰქონდათ გაუფასურებული ფული და გაცილებით მაღალი ფასის საქონელი. ხო და ანუ აქედან გამომდინარე პირველი გაკვეთილი იყო ის, რომ რაღაცა ძალაუფლებას შეუძლია აკრძალოს ვაჭრობა, მაგრამ ვერ აიძულებს ადამიანს, რომ რაღაცა ზარალზე გაყიდოს ნივთი. თუმცა ეს ვერ ისწავლეს ჩვენი კომისიის წევრებმა მინიმუმ და არ ვიცი ხა ვერ ვაედიტებ ვიდეოებს, თორე ამოვანათებდი იმიდროს, რომ აი ჩვენი ხათრით აი ხა აქ ვინც ვართ, ჩვენი ხათრით ვერ გააიაფებთ ხო თქვენი ქსელები რაღაცა პროდუქტებზე და რო ჩამოუთავო ამაზე ფასს და მას მოგუთხარო გავუტანოთ თქვენ გიჟი ხომ არ ხართ, მაგრამ რო თქვა რომ კი გავაიაფებთ თქვენი ხათრით, რადგან ძალაუფლება გაქვს. ხო. მე იყო, ანუ კიდე ბევრი იყო რა ისეთი რა, მაგრამ ეხლა ძალიან მსხვილსხვილებს რა შემდეგი რაც ძალიან კარგად აჩენს ამ სურათს და ძალიან გავს ჩვენ ვითარებას, ეს არის ნიქსონის ფასების გაყინვა, ეგრე ქვია. ეგ იყო 1971 წელს, როცა ინფლაცია ძალიან მაღალ დონეზე იყო და პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა შექმნა ფასებისა და ხელფასების საბჭო, რათა იდეაში შეეჩერებინა ინფლაცია. და რა მოხდა რა? მიუხედავად რომ ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანი აფრთხილებდა, რომ ეს კატასტროფით დამთავრდებოდა, შედეგად ამერიკა მიიღო ენერგოკრიზისი, რიგები ბიზნეს გასამართსადგურებზე და კიდევ უფრო მაღალი ინფლაცია. და კიდევ უფრო მაღალი ინფლაცია იმის შემდეგ, რაც ეს კონტროლი მოიხსნა, იმიტომ რომ ამ კონტროლმა გამოიწვია დეფიციტი, რიგები და უფრო ხალხის გაბრაზება. და ხო, აქედან გამომდინარე აქ რა იყო, რომ კომისია ვერ ხედავს იმას, მასაც ხედავს ბაზარი. და ჩვენ შემთხვევაში, რომ 4 და 30 როხის ლიტრი ბენზინი კომისიის წევრები ვერ გამოიგონებენ დაბალ ფასს. ანუ არ ხდება ეს. შემდეგი კიდევ ერთი კაი მაგალითი იყო ვენესუელაში რა, ჩავისმა და მადურომ, რომ იარაღებით მივიდნენ მაღაზიების ქსელების მფლობელებთან, რომ დაწიეთ ფასი. და ანუ მე კიდე გავაკეთეს რაღაცა სამართლიანი ფასების დასაცავად რაღაცა უწყება, სუნდე და აიძულებდნენ იმენა, რომ გაიყიდათ იმ ფასზე თვითღირებულებაზე კიდე დაბალ ფასად აიძულებდნენ. და შედეგად უამრავი ვიდეო არსებობს, რომ დაგუგლოთ, ძალიან მარტივად ნახავთ, რომ დახლები ყველაფერი იყო ცარიელი. ხო და როცა აი ეგეთ მდგომარეობაში იარაღით გეუბნება სახელმწიფო რომ დაწე ფასები, თორე გესვრით, დაგში მოკლავ, ანუ რა ვიცი რა, ეგეთ დროს
იატაკქვეშ ჩატანაც რისკია და უბრალოდ წყვეტ რა საქმიანობას. ხო და სამწუხაროდ ამ ისტორიულ გაკვეთილებს ვერაფერი ვერ ისწავლეს ჩვენმა ქართველმა უროსნება და მაინც გააწყვეს რომ ეს კომისია კაი იდეა იქნებოდა. ხო და აქედან გამომდინარე პირველი ჩანს რა, რომ ამ კომისიის წევრებს აქვს ცოდნის პრობლემა. კომისიის წევრი, რომელიც ზის თბილ კაბინეტში არ იცის და ვერ ეცოდინება, ის 10,000-ობით და ხშირ შემთხვევაში კიდევ 100,000-ობით ცვლადი, რისგანაც პროდუქტის თვითღირებულება შედგება. ლოჯისტიკა, ელექტროენერგია, დაზღვევა, მომწოდებლების რისკი, არ ვიცი, თან მით უმეტეს ჩვენ ვართ ბაზარი, სადაც 80% არის იმპორტირებული და 20% არის საქართველოში წარმოებული. ხო, და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო ბევრ ისეთ ცვლადზე ხარ, რომელსაც შენ ვერ აკონტროლებ. შემდეგი რა, რომ ფასების ზრდა არის შედეგი და არა მიზეზი. ანუ ფასი რო გაიზარდა, ჩვენ ფასი არ უნდა ვებრძოლოთ ხმალ ამოღებული. არამედ უნდა ვეძიებდეთ მიზეზს, რომ რამ გამოიწვევს ფასების ზრდა. კომისიის შექმნა არის რაღაცა იმის ცდილობა, რომ რაღაცა მდინარე კაშხლის გარეშე ხელებით გააჩერო და წყალი მაინც იპოვის გამოსავალს და წავა სხვაგან. ანუ რა ვიცი, ფასები სხვაგან ამოხტება რა. ხო და რაც თავარია და ყველაზე მეტად მე რაც მაღიზიანებს ისედაც ზოგადად საქართველოში სიყალბის მასშტაბი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. აი რაში ვიქნებოდეთ ლიდერები მსოფლიოს რეიტინგში, სიყალბეში ვიქნებოდეთ ერთ-ერთი ყველაზე მაღლები და ეს კომისიაც თვისობრივად სიყალბეა და მისი მიზნების ყალბია, მისი გამოსავლების ყალბია, ყველაფერი ყალბია. ხო და აი ეგეთივე ყალბი იყო ის განცხადება, რომელიც აი დააძალეს რომ გაეკეთებინათ მაღაზიების ქსელებს. ეს მაღაზიების ქსელებიც მამის სულელები არ არიან და ესეთ რაღაცას ესე ჰაერზე არ იტყვიან. და მე უბრალოდ მინდა დაგაფიქროთ რაზე. რომ წარმოიდგინეთ, ვიცით რომ მაღაზიებში 80% არის იმპორტირებული, 20% არის ადგილობრივი და სხვადასხვა ადგილობრივი წარმოებაშიც არის ისეთ ხარჯები, რომელიც არის რა ვიცი რა, დისტრიბუცია, შენახვა, ყველაფერი და ეს ყველაფერი პირდაპირ დაკავშირებული არის ბენზინთან. ბენზინის ფასი არის 4 და 30. ლიტრი ბენზინის ფასი არის 4 ლარი და 30 თეთრი. აი ესეთ პირობებში მაღაზიების ქსელები ეუბნებიან, რომ მომწოდებლებო, ჩვენო მაღაზიების ქსელებიო, კარგი ტიპები ვართო, აგერ მთავრობას ვემორჩილებითო, ჩვენო დავუწევთო ფასებსო და თქვენს ხელი შეგვიწყვეთო. ხელი შეგვიწყვეთო მაშინ, როდესაც მათი საქმიანობა პირდაპირ ბენზინზე არის მიბმული და ბენზინის ფასი არის გაზრდილი 30%-ით. ბოლო ერთ თვეში, ხო? ანუ ამ პირობებში ჯერ სულ რომ ამის ჯეროდეთ, რასაც ამბობენ, რომ შეიძლება მოხდეს როგორი ბოროტება. ხო? და მეორე როგორი სიყალბეა, რომ იციან, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რომ მომწოდებელი მაშინ უნდა იყოს გიჟი. აი, პირობითად, წარმოვიგინოთ, ჯერ მომწოდებელი ხო ერთი კაცი არ არის, ვინც ზურგით ათრევს ამას, ხო? ეს არის მთელი რაღაცა ადამიანებისგან შემდგარი, რაღაც კომპლექსური აქტივობა, ხო? რომ ვიღაცა მძღოლია, ვიღაცა მტვირთავია, ვიღაცა საწყობში მუშაობს, ვიღაცა საზღვრიდან რაღაცა ძალიან დიდი ამბავია, ხო? სეილები ისინი. ანუ წარმოიდგინეთ, რომ აი პირობითად მართლა მომწოდებელი გაგიჟდა, არ ვიცი, მომწოდებელს ქონდა ექსტრემალურად ძალიან მაღალი მოგება და არ ვიცი, აქვს რაღაცა ინსაიდერული ინფორმაცია, რომ ომი მალე მორჩება, ბენზინის ფასი დაიწევს, რაღაცა და მაგიტომ მოდი, კაი, ეს 2 თვე, რაც ზოგადად ჭკვიანი ბიზნესმენი არიზამს ამას, მაგრამ ნუ რა ვიცი, არ უნდადეს მთავრობასთან პრობლემები შექმნა. ამბობს რომ კარგი, მეც ხელ შეგიწყობ, ბატონო მაღაზიებო და დაუწევ ფასს. აი ამ დროს წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც აი დასაქმები ამ დისტრიბუციის და რაღაცა მომწოდებლის
მხარეს არის, ანუ ვინც დასაქმებულია შიგნით, აი ელოდება რაღაცა ხელფასის ზრდას, იმიტომ რომ აქამდე კაი პროფიტი დაწერეს, ანუ რაც დაგეგმილი იყო და დაგეგმილთან ერთად მისის დაც არის, იმიტომ რომ ინფლაცია რო იზრდება, ანუ თუ არ გაუზარეს ამას ხელფასი ვეღარ იყიდის. ხო, იგივე რაოდენობის საჭმელს, რასაც წინა თვეში ყიდულობდა, ანუ ხელფასი თუ არ გაიზრდება, უფრო ნაკლებ შეჭამს, ვიდრე ჭამდა რა და უკმაყოფილება ხო იზრდება. წარმოიდგინე ვიღაცას დაგეგმილი აქვს იქ რაღაცა ცოლის მოყვანა, რაღაცა ბავშვის სკოლაში აგებ ფორმებს მოუწევს მალე. რაღაც ხარჯი აქვს რა და იმის იმედია რომ ხელფასი გაიზრდება, იმიტომ რომ ინფლაცია არის, უფროსის დაპირებულია და უსვათ ბრახ. თვად უფროსმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ ვართ სულელები და ჩვენ აგერ ხელი უნდა შევუწყოთ მაღაზიებს და აგერ თქვენ ხელფასის დაში რაც უნდა წასულიყო, აგერ მიდის იმაში, რომ ჩვენ მივდივართ ზარალში. ანუ ეს გაცილებით დიდი დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის, ვიდრე ის დაზოგილი ამბავი, რომელიც ამავდროულად გამოიწვევს დეფიციტს. ანუ როგორც ნახეთ, ბიზნესი მუშაობს ყველაზე მარტივი პრინციპით. ბიზნესი მუშაობს იქ, სადაც არის მოგება. ანუ თუ მოგება არის ნაკლები აქ, მე წავალ იქ ჩემი კაპიტალით, სადაც მოგება უფრო მეტი მექნება. და ეს რაღაცა იარაღებით იქნება თუ გავლენებით თუ შიშებით თუ რაღაცა ფასებზე დაწოლა, მომწოდებლების მხრიდან იქნება ის თუ რაღაცა საბითუმო თუ საცალო მოაჭრევის მხრიდან, ხო? ანუ ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს ჩვენთვისაც, მომხმარებლებისთვისაც დისკომფორტს, იქიდან გამომდინარე რომ მოგვიწევს რიგებში დგომა, დეფიციტი, პირველ ეტაპზე შეიძლება იყოს შემცირებული ფასები, მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ უფრო გაზრდილ ფასებს ვიდრე რეალურად უნდა ყოფილიყო და უამრავ სამსახურ დაკარგულ და ისევ სახელმწიფოს ტვირთად დაწვეულ ადამიანს. ხო და რა არის მაშინ გამოსავალი? რომ ამ ფასები მაღალია. გვაწუხებს. როგორც თავიდან თქვი, ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ ფასებს. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმ მიზეზებს, რომელიც ამ მაღალ ფასებს იწვევს. ოკეი. პირველი რა ხდება, რატომ არის რა არის გაზრდილი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასების ზრდა. ჩვენ ვიცით წინა ვიდეოებიდან, ვინც ჩემი ერთგული მაყურებელია, რომ ფულის მასა არის ექსტრემალურად გაზრდილი. ანუ შეიძლება თუ არა, ფულის ბეჭდვამ გამოიწვიოს ფასების ზონის ზრდა. შეიძლება. დაკავშირებულია თუ არა, დაკავშირებულია. ინფლაცია არის პირველი საზომი ფასების ზრდის. არის თუ არა ინფლაცია დამოკიდებული ფულის ბეჭდვასთან? არის. შესაბამისად, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ? ან უნდა დაბეჭდოს ნაკლები, ან საერთოდ აღარ უნდა დაბეჭდოს ფული. იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ჩვენ საუბრობდით ფულის მასებზე, იქ საუბრობდით ასევე ნომინალურ და რეალურ GDP-სთან და მისი თანაფარდობა იმდენად, ანუ ჩვენი GDP, რომელიც ნომინალური, რომელიც არის გაცილებით დიდი, ვიდრე რეალური, ეს ყველაფერი არის იქიდან გამომდინარე, რომ ფულის მასის ზრდის გამო, რომ ჰაერი გვაქვს დაბეჭდილი უამრავი, რაც რეალურ პროდუქტის რაოდენობაში არ იზომება. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, არის შევწყვიტოთ ფულის ბეჭდვა. მეორე, რაც მომხმარებლისთვისაც და გამყიდველისთვისაც, ანუ პროდუქტის წარმოებლისთვისაც, იმპორტიორისთვისაც, ყველასთვისაც იქნება შეღავათი, ეს არის პირველადი მომხმარების პროდუქტზე DGG შემცირება. შემცირება იმ დონემდე, რამდენიც არის ცივილიზებულ, დასავლურ, წარმატებულ შემდგარ ქვეყნებში. ან თუ გვინდა რა მარტო ცუდი რაღაცები რო გადმოვაქვთ და მე ამას იდეხენ რომ ევროპაში არის კარგი რაღაცებიც უნდა გადმოვიღოთ. შემდეგი იმპორტზე გადასახადის შემცირება. მე უბრალოდ არ ვიცი, ანუ თუ ეს ეკონომიკური პოლიტიკა რომ იმპორტზე უნდა იყოს მაღალი გადასახადი, ვერ ასტიმულირებს წარმოებას. ანუ თუ ვიცით რომ 80% არის იმპორტირებული და 20% არის ადგილობრივი წარმოება, ეს ნიშნავს რომ არ მუშაობს ეს. ანუ ეს რომ მუშაობდეს, რომ მაღალი გადასახადი იყოს იმპორტზე და კაია, მაშინ პირიქით იქნებოდა 80% იქნებოდა წარმოებული საქართველოში და 20% იქნებოდა იმპორტირებული. ეს ხო არ მუშაობს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რასაც ეს იმპორტის გადასახადი ემსახურება, არის ჩვენთვის გაძვირება
იმისათვის, რომ ბიუჯეტი იყოს დიდი. ანუ რა უნდა ვქნათ? იმპორტის გადასახადს უნდა შევამციროთ. ამის შედეგად რა იქნება, როდესაც შევამციროთ პირველმოხმარების პროდუქციას DGG-ს და შევამციროთ იმპორტის გადასახადს, დაიკლებს იმპორტირებული პროდუქციის ფასის და დაიკლებს პირველადი მოხმარების პროდუქციის ფასით. იმ პროდუქტების, რომლებიც არის პირველადი მოხმარების პროდუქტები და არის ასევე იმპორტირებული, ძალიან დაიკლებს. და ისედაც ძალიან დაიკლებს და ესე ძალიან დაიკლებს. შემდეგი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ხო. და მე მაშინ ვიღაცებს მავანთ უჩნდებათ კითხვა, რომ ეს ხომ გამოიწვევს სანდრო ბიუჯეტის შემცირებას. და მე რას იზამ ხელფასებს როგორ დაარიგებ? არ დავარიგებ. უნდა შემცირდეს ბიუჯეტი და ბიუჯეტზე ჩამოკიდებული სიპები და აიპების რაოდენობა და შინი დასაქმებული ადამიანები. ადრე იყო მიშამშულა ეს ხონდა გადაცემაში რაღაცა სოფელზე ხონდა, რომ იყო 14 წალი საფლავი და 14 წელს საფლავს ყავდა რაღაცა 5 წალი თუ 6 წალი დამლაგებელი. ანუ ეს სხვა ნიშნავს იმას, რომ მართლა ისინი ადიან და ამას ალაგებენ, სულ ადიონენ, ანუ სიგიჟეა უბრალოდ და თანამო ჩაწერილი იყო და ეგეთი უამრავია რა, ანუ არაფერ შუაში რო არ არის. ეს არის პირდაპირ ზეწოლა ბიუჯეტზე. იმისათვის, რომ იმათმა იყიდონ იქ რეგიონებში, მაღალმთიან სოფლებში, ასე შემდეგ ხმები. მაგრამ ასევე რაც თავარია, არის უამრავი სიპი და აიპი, რომელიც არ არის ხა თლად ესეთი ვიგინდარული, როგორც ეს არის და არის აი რაღაცნაირად გამართლებული მაგის ქონა. სინამდვილეში არ არსებობს არაფერი, რაც შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს უკეთესად, ვიდრე გააკეთებს ამას კერძო სექტორი. აქედან გამომდინარე, სიპები და აიპების თითქმის მთელი ოდენობა უნდა ჩამოიწეროს და გადააგულოცოთ კერძო სექტორს. ამითი, როგორც შემცირდება ხარჯები, გაიზრდება პროდუქტიულობა და შესაბამისად იხეირებს როგორც მათი გაკეთებული შედეგით მომხმარებელი, ანუ რა ვიცი, გზა რო დაიგება უკეთესად და ყველაფერი, არ ვიცი, ძალიან ამაზე მე კიდე ცალკე გავაკეთებ სიპებზე და აიპებზე და ძალიან დიდ ვიდეოს რა. რეები უნდა შემცირდეს და როგორ უნდა შემცირდეს მაგაზე აუცილებლად. ხო და ამით ყველა ვიხეირებთ მოკლედ რა, იმიტომ რომ ნაკლებ ხარჯად უფრო პროდუქტიულები იქნებიან ისინი და შინითაც დასაქმებული ადამიანებს ექნებათ განსწა, რომ ისინი აკეთებენ საქმეს. განსწა ექნებათ არ გააკეთებენ საქმეს. დღეს უბრალოდ წერიან და რა ვიცი, არ ძადიან სამსახურში. მოკლედ. ხო, ესე იგი, საბოლოო ჯამში, ეხლა მოდი შევაჯამოთ, რა მოაგვარებს ფასების, მოკლედ, არა, ფასების, მაღალ ფასებს, პირველ რიგში უნდა ვთქვათ ეს, რომ ჩვენ არ ვებრძვით მაღალ ფასებს. ჩვენ ვებრძვით მიზეზებს, რომლებიც ამ მაღალ ფასებს იწვევენ. რა არის ეს მიზეზები? ეს არის ფულის უკონტროლო ბეჭდა, ინფლაციის მაღალი დონე, სიგიჟე გადასახადები, DGG-ს მაღალი დონე პირველ მოხმარების პროდუქტებზე და ბიუჯეტის დიდი მოცულობა. და ბიუჯეტის დიდი მოცულობა მაშინ, როდესაც მას არ უნაწილებენ ყველაზე კრიტიკული საჭიროების მქონე ადამიანებს, ბავშვებს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებს და უნაწილებენ სიპებს და აიპებს იმისთვის, რომ უბრალოდ იყინონ ხმები. რთველის დროს განახორციელონ სუბსიდიები და ამითი იყიდონ ისევ ხმები. და მოკლედ. ამისათვის ჩვენ უნდა შევატრიალოთ ეს ყველაფერი პირიქით, გავაჩეროთ ფულის ბეჭდა, შევაჩეროთ ინფლაცია, შესაბამისად ვაწარმოოთ სწორი მონეტარული პოლიტიკა, დავწიოთ გადასახადი დამატებით ღირებულების გადასახადი პირველად მოხმარების პროდუქტებზე, შევამციროთ იმპორტის გადასახადი, სულ არ გავაუქმოთ, მინიმუმ შევამციროთ და ბიუჯეტი უნდა შემცირდეს და ბიუჯეტზე დამოკიდებული სიპების და აიპების რაოდენობაც უნდა შემცირდეს. ესე არის ეს. მადლობა.